ბოლო ერთ თვეში სტამბოლში ეს მეორე მასშტაბური ტერაქტია, თურქეთში კი მერვე. რას უკავშირებენ ტერორისტების გააქტიურებას უსაფრთხოების დარგში მომუშავე ქართველი ექსპერტები და ვრცელდება თუ არა ტერორისტული თავდასხმების საფრთხე საქართველოსაც. დარგის სპეციალისტებს ამ საკითხებზე ნიკა მოლოდინაშვილი ესაუბრა. ათათურქის აეროპორტის ტერაქტამდე აფეთქება ასევე სტამბოლში 7 ივნის პოლიციის განყოფილებასთან მოხდა. შედეგად 6 პოლიციელი და 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. გუშინ მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ორგანიზაციას საკუთარ თავზე არ აუღია, თუმცა თურქეთის ხელისუფლებას შემსრულებლებად და ორგანიზატორებად ეგრეთ წოდებულ ისლამურ სახელმწიფოს მიიჩნევს. სიტუაცია დღეს თურქეთში არის უაღრესად რთული და არაული. რომელი პოლიტიკური ძალა, რომელი ქვეყანა რა ძალა დგას ამ კონკრეტული აფეთქების უკან ძალიან რთული სათქმელია, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა გამოიყენოს. ბოლო ერთ თვეში ორი ტერაქტი, ექსპერტები ტერორისტების გააქტიურებას რამდენიმე მიზეზს, მათ შორის ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს ლიდერის და ხალიფას აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციას უკავშირებენ. კოალიციური ძალების მიერ ქალაქ მოსულის დაბომბვის შემდეგ ტერორისტებმა განაცხადეს, რომ ისინი მათი სულიერი ლიდერის გამო შურს იძიებდნენ. მდგომარეობა ფაქტობრივად ახლა არის გარკვეულ რთული სირიაში და ერაყში, იმიტომ რომ მან დაიშმა დაკარგა ფალუჯა, რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ ტერიტორია, მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზეა საუბარი და რა თქმა უნდა ეს შეიძლება იყოს ეგრე შურისძიების აქტი. სულიერი ლიდერის ლიკვიდაციის გარდა ტერორისტების პოზიციების შესუსტა მათ მიერ კონტროლირებად სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე. კოალიციური ძალების საჰაერო იერიშების შედეგად ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს საზღვრები შეიკვეცა, თუმცა როგორც ჩანს მათ ტაქტიკა შეცვალეს და თავდასხმებს სხვადასხვა ქვეყნებში, ძირითადად ტრანზიტულ სატრანსპორტო კვანძებზე ახორციელებენ. ასეთია ექსპერტების ერთი ნაწილის მოსაზრება. მან დაიწყო სწორედ მთავარი სატრანზიტო კომუნიკაციური ცენტრებზე თავდასხმების განხორციელება. ეს ახალი ასე ვთქვათ თუ შეიძლება ვთქვათ მოვლენაა. მეზობელ თურქეთში გახშირებული ტერაქტების ფონზე თავდასხმების საშიშროების ალბათობას არც საქართველოში არ გამორიცხავენ. ექსპერტები უშიშროების სამსახურებს გააქტიურებისკენ და უსაფრთხოების ნორმების გაძლიერებისკენ მოუწოდებენ. საზღვრების დაუცველობის პრობლემა რომ არის თურქეთში, ეს ჩვენ მაგალითად ჩანს, იმიტომ რომ საქართველოდან ისლამურ სახელმწიფოში მებრძოლები გადადიან თურქეთის ტერიტორიით. სირიაში. თუ თქვათ ხიფათი დაემოქმედება საქართველოს საერთოდ, ხიფათი გაიზრდება საქართველოს საერთოდ, ეს არა თურქეთში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, არამედ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ზოგადად. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით არსებული რისკ ფაქტორების გათვალისწინებით პრევენციული ღონისძიებები ხორციელდება. მათ შორის გააქტიურებულია კონტროლი ქვეყნის მასშტაბით როგორც აეროპორტებში, ასევე სასაზღვრო გამშვეპუნქტებში. სამინისტროს ინფორმაციით ასევე სრულმზად ყოფნაშია სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა.